რა გაცნობთ თუ რა პროცედურებს გადის დევნილი ოჯახი, რომელსაც დადებითი პასუხი ეთქვა სოფლად სახლის პროექტის დაფინანსებაზე. პირველ რიგში დევნილს SMS შეტყობინება მისდის და დეტალურად ეცნობა ინფორმაციას შემდგომი პროცედურების შესახებ. მოქალაქეს დადებითი პასუხის შემდეგ 6 თვე ეძლევა ვადა, რომ მოიძიოს და წარადგინოს სახლი, რისი შესყიდვაც სურს. შემდგომი პროცედურა მოძიებული ფართის მეპატრონის მიერ სახლის წარდგენაა. იგი წეს განცხადებას და თან ურთავს პირადობის მოწმობას. ასევე სახლის განახლებულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. გარკვეული სამართლებრივი პროცედურების შემდგომ დევნილი პირი გახდება სახლის მეპატრონე. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები. 2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს ჯამში 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.